საღამოშიდობისა სტუდია რეგ დავაზობთ მორიგ დისკუსიას. დღეს ვისაუბრებთ თვითმმართველობაზე, რა ხდება საქართველოს სოფლებში, ქალაქებში, რა ვითარება ობიექტურადაც და რა ვითარება არის თვითმმართველობის რეფორმის წინ. არის თუ არა ის ვითარება, რომელიც ითხოვს რეფორმირებას, ამაზე გვინდა რომ ვისაუბროთ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრებთან, რომლებიც ამ საკითხების ექსპერტები არიან და საკმაოდ კარგად ჩახედული თვითმმართველობის მოწყობასა და მის რეფორმირებაში. წარმოგიდგენთ ირაკლი კობახიძე, გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროექტის მენეჯერი, ლიზა სოფრობაძე, სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრი, დავით ლოსაპერიძე, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელი, გიორგი ტოკლიკიშვილი, ეფექტიანი მმართველობის სისტემებისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმების ცენტრის ხელმძღვანელი და ზურაბ ყირმელაშვილი, სოფელ ხაშმის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის რწმუნებული. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და ჩვენ დისკუსიაში იღებთ მონაწილეობას. ვფიქრობდით, აი ამ თემაზე სასაუბროთ, საიდან დაგვეწყო საუბარი და თქვით რომ მოდი გავიდეთ სოფელში და ვნახოთ რეალურად როგორ არის დღეს მმართველობა სოფელში. ჩვენი კოლეგა ნინო გელაშვილი იყო დუშეთის მუნიციპალიტეტში, მოამზადა სიუჟეტი, შეხვდა სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებს. ახლა თქვენთან ერთად ვნახოთ ეს სიუჟეტი და შემდგომ დავიწყოთ საუბარი თვითმმართველობაზე საქართველოში. რა პრობლემები აქვს დღეს სოფლებში მაცხოვრებლებს? რამდენად არიან ისინი ჩართული გადაწყვეტილებების მიღებაში? რა იციან თვითმმართველობის რეფორმის შესახებ და რას მოელიან მისგან? ამ შეკითხვებით რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლებს მივმართეთ. 1500 მაქვს ორი ნაკვეთი და არც ერთი ბარათი არ მომივიდა, არც მოხნისა, არც რაღაც თესლი უნდა ვიყიდო თუ შხამქიმიკატი თუ რაღაცა, არაფერი არ მომივიდა შუა. 2500-ზე ნაკლები არ უნდა ქონდეთო ნაკვეთიო და ორი ნაკვეთი 3000 მაქვს. სოფელ მისაქციელში მცხოვრები ნაზი რევაზიშვილის მსგავსად ვაუჩერი არ მიუღია მის თანასოფელს გურამ ბრაჭულს. ეს ვაუჩერები სოფლის ნაკვეთებზე არ დარიგებულა ნახევარზე მეტი. ამაზე დამატებით იქნებით სიაშიო და რამდენად ისტორია ეს არ ვიცი ახლა. უკვე სამი კვირა ველოდებით და არ არის დარიგებული. თანასოფლელები ამბობენ, რომ სოფელში ბევრი რამ კეთდება და ამ პროცესში მოსახლეობის აზრი ყოველთვის გათვალისწინებულია. თავმჯდომარე გვაქვს ძალიანა. მე იმ დღეს კრებაზე ვიყავ და ძალიან მომეწონა იმის ისე, რომ აი ხალხს ეკითხებოდა რა გავაკეთოთო. ძალიან მომეწონა ბიჭის ლაპარაკი. სოფლის უნებული უბან დადის, ყველა უბანს ეკითხება საჭიროებო საკითხები რაც არის და ყველანაირად ცდილობს რომ დაეხმაროს. გვერდში გვიდგა ყველა უბანს. სოფელ მისაქციელის მომიჯნავე სოფელ აღდგომლიანთკარში მცხოვრები ნოდარ ჩიღაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის აზრს არავინ კითხულობს. ის რეფორმის იდეას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ხალხი სოფლის მართვაში მიიღებს მონაწილეობას. აი ჩატარდეს რაღაცა პატარა ისა სოფელში. როგორც აი კრება რაღაცა, ეგეთი რაღაცა შეკრება. აი შეიძლება რაღაცა თქვან ხალხმა სოფელმა. ნოდარ ჩიღაშვილი სოფლის ძირითად პრობლემად სოციალურ გაჭირვებას და უწყლობას ასახელებს. არის ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს, ყურადღებას არავინ არ გვაქცევს, არ აქვს პატრონი და აი ეს ვეწვალებით წუთი სოფელს. აი ვიყიდეთ აი შეშა და გვაქვს შეშა, აი გათბობა არ არის. აი გაზი არის, მაგრამ ისეთ ფასადები რომ ვერ გამომყავს. თვითმმართველობის რეფორმა სოფელ ჭოპორშიც მოსწონთ. აქ მაცხოვრებლები უყურადღებობაზე წუხან. გზა არა გვაქვს. ტალახში გამოვდივართ. აი ეს ასფალტი, აი ხევამდე გადავიდა და დანარჩენი ახალჩამოსახლი იმით აღარ არის. აი შუქი, დღის შუქი ჩვენ არ გაგვიგეთეს. იდახიანო იქნებაო და იქნება ბრავით. წყალი ჩვენი ნაცვალები გამოყვანილი რაღაცა. ეგაც დიდი ხანი არ გადლესა. წყალიც აქაც ახლად გააკეთეთ ჩვენს, არ ვიტყვით თუ არც, მაგრამ ჯერ პატრონი არ ყავდა. ნახოთ. სოფლის მოსახლეობა დაგვიანებულ ვაუჩერებზე და სასოფლო სამეურნეო სამუშაოების სიძვირეზეც რჩივის. ვაუჩერები არაჩანჯერა და ეხნათესო
კი მორჩება დაძარე. მოხნა რა მომითა, არაფერი არ მომივა. 20 ლარი სალიარკა უნდა მარტო რომ მოხნა. მარტო სალიარკა რომ მოხნა. 20 ლარიც დაფარცხას დახაზვას უნდა. რა უნდა მოიყვანო მუშა რო წამოყვანო მუშა მივცე ფული განა რა უნდა მოიყვანო იქა რომ დაფაროს ეგ ფასი. მოსახლეობასთან ერთად ჩვენ სოფლის რწმუნებულების ჩაწერაც ვცადეთ, თუმცა ზოგ შემთხვევაში ისინი ადგილზე არ დახვდნენ. ზოგჯერ კი ინტერვიუს ჩაწერაზე უარი მივიღეთ. დიდი მადლობა. მინოს რომ სიუჟეტი მოამზადა. კავტმალიზა რა რამდენად ადეკვატური იყო აი ეს რაც ვნახეთ ახლა სიუჟეტში რა განწყობებიც არის სოფელში. ზოგადად იმ განწყობებისა რომელსაც თქვენ ხვდებით, რამდენად შეიძლება ამის განზოგადება მთელ საქართველოს. თუ ეს ერთი კონკრეტული მუნიციპალიტეტის პრობლემა შეიძლება დავინახოთ. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში გადაცემაში მოწვევისთვის. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად მუშაობს კახეთის რეგიონში და პრაქტიკულად სოფლებში ვართ ძალიან აქტიურად. და ვხვდებით სოფლის მოსახლეობას და მინდა გითხრათ, რომ ეს მდგომარეობა არის დამახასიათებელი კახეთის სოფლისთვის. როგორია ეს მდგომარეობა? გეტყვით, ჩვენ რო ვესწრებოდით სოფლის კრებებს, ეხლა რო ჩატარდა სოფლის პროგრამასთან დაკავშირებით, სოფლის კრებები მოსახლეობის ძირითადი სატკივარის არის ის, რომ არ არის გზა, არ არის წყალი, არ არის გაზი. სამწუხაროდ მათ არ ესმით, ზუსტად არ იციან, ვის უნდა მიმართონ. მმართველობის კუთხით, რო ვთქვათ, ის ჩართულობა მოსახლეობის, ზუსტად ესე არ ესმით, ვთქვათ, იმიტომ რომ ამის გამოცდილება არ არის და არ ყოფილა. რომ ვთქვათ საკრებულოს წინაშე დადგეს რაღაცა საკითხები, რა კომპეტენცია, როგორ შეუძლიათ მათ ეს მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იმიტომ რომ ამის გამოცდილება არ ყოფილა სოფელში. არასდროს. ბატონზრობა, არ არის ამის გამოცდილება რეალურად სოფელში. გამოცდილება მეტნაკლებად არის, ნამდვილად. მაგას ვერ დავმალავ, მაგრამ არის მოსახლეობის რაღაც ნაწილი შეიძლება ვერ მივიდეს იმ დასკვნამდე და უშუალოდ რწმუნებულთან აქვს კავშირი. თუ არა და უჩვენიერ რწმუნებულმა მოაგვაროს ეს პრობლემები. თუ არა და შემდგომში გამგებელს მიმართავს. თუ რწმუნებულს ხელეწიფება ეს ამბავი და აუხსნეს სიტუაციას, თუ არა და თუ რამე არის ცოტა ისეთი ასახსნელი, რაც საჭიროა რომ გამგეობის ხედან იყოს ეს დახმარება ან რაღაც უკვე გამგეობასთან შეთანხმებით ხდება ესეთ რაღაცები. აი წყალი, გაზი, ეს არის ის პრობლემები, რომელიც შეიძლება ადგილობრივი აი პირველი დონის არ არის თვითმმართველობა ხომ დღესდღეობით დანიშნული რწმუნებულები ხართ ხო სოფლებში? კი. რაც შეეხება წყალს, შეგიძლიათ მოუგვაროთ ეს პრობლემა. რაც შეეხება წყალს ყველა სოფელში თითქმის ეს პრობლემა არის სასმელ წყალთან დაკავშირებით. მეტნაკლებად, მაგრამ მაინც არის, მაგრამ ადგილობრივ რწმუნებულს არ შეუძლია მოგვარება, იმიტომ რომ ბიუჯეტი არ გააჩნია. რაზეც დახმარება საჭიროა მე გამგეობიდან, ეს ტექნიკის მხრივ იქნება თუ მასალით ვაყენებთ საქმის ყურში და იმის მერე კეთდება შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა. წყლის რაც შეეხება წყალს. ხოლო გაზზე ნამდვილად პრობლემები არის. ჩვენ სოფელში უკვე რამდენიმე წელიწადია, 4 წელიწადია არის შემოყვანილი გაზი, რომლის თვითღირებულება გაიზარდა და 45 თეთრ სიხდის რაღაც გარკვეული ნაწილი და რაც შემდეგ სოკარმა ჩაიბარა შემდეგ გახდა 60 თეთრი. ისე რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება ჩნდება ყოველთვის, რატომ უნდა იხადოს თქვათ იმან 45 თეთრი და იმან 60 თეთრი. თქვენ ამ პრობლემას როგორ აგვარებთ? ვერ ვაგვარებთ. და შეიძლება აი ასეთი ტიპის პრობლემების მოგვარება შეძლოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ, თუმცა სოფლის რწმუნებულმა. როგორ შეიძლება რომ იყოს მმართველობა მოწყობილი, რომ მოქალაქეებმა, სოფელში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, ქნებავთ ქალაქში მცხოვრებმა დაიწყონ ამ პრობლემების მოგვარება და მოუკიდებლად.
არის საკითხები, რომელსაც თქვა ადგილობრივი თვითმმართველობა თავისი ბუნებით ვერ მოაგვარებს. ეს არის უფრო გლობალური მაკროეკონომიკური, ან თქვა ესეთ საერთო ეროვნული პოლიტიკის საკითხები, ანუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს თვითონაც სახელმწიფო ამა თუ იმ სფეროში. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ შესაბამისი ფუნქციები და არ გააჩნიათ კომპეტენციები, კანონიერადაც არ გააჩნიათ და არ გააჩნიათ შესაბამისი ბუნებრივი რესურსებიც. ამას მრავალი ეს მოქმედ თვითმმართველობებს თუ ზოგადად არ გააჩნიათ ზოგადად არ გააჩნიათ, ახლა თუ ჩვენ ასე ისტორიას გადავხედოთ 20 წლის მანძილზე და ვინახავთ, რომ აი სია რომ გავაკეთოთ რაღაც უფლებამოსილებების, რომელიც ეკუთვნოდა თქვა თვითმმართველობებს, თუნდაც ფორმალურად და დღეს ეკუთვნით, თქვა ეკუთვნოდა 98-ში 2006-ში დღეს და ვინახავთ, რომ თანდათან მცირდება ის თვითმმართველობების ფუნქციები, ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომელსაც თვითმმართველობა ახორციელებს და ნუ ეს იხსნება იმით, რომ თვითმმართველობას არ გააჩნია რესურსი, თვითმმართველობას არ ექნება რესურსი, თუ არ გადაეცა ეს რესურსი ბუნებრივია, ხა ციდან არაფერი არ ვარდება, აქ უნდა იყოს საუბარი, თქვა, როგორ ნაწილდება შემოსავალი, როგორ იმიჯნება ეს უფლებამოსილებები და შემდგომ ძალიან მარტივია ახსნა, რომ თვითმმართველობა მაინც ვერაფერს ვერ აკეთებს, სწორედ ამიტომ წაიღო ეს ცენტრმა. თუმცა განსახორციელება, თუმცა პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ რაც არ უნდა, ნუ ცენტრში წაღებული ფუნქციები თავისთავად არღვევს თვითმმართველობის პრინციპს, არა მარტო დემოკრატიულობის პრინციპს, არამედ თქვა ეფექტურობის პრინციპსაც, მომსახურების მიწოდების ეფექტურობის პრინციპსაც და ძალზე მარტივია ამას დიდი ფილოსოფია და თქვა რაღაც არ ჭირდება ვერანაირი ცენტრი ერთი ხელისუფალი ცენტრი რაც არ უნდა კეთილი და თავგადაკლული მზრუნველი არ უნდა იყოს ხალხზე ვერ მოაგვარებს ყველა სოფლის, ყველა კუთხის, ყველა უბნის, ყველა ქუჩის, ყველა ჩიხის პრობლემებს. ეს უნდა ეს საკითხები უნდა დგებოდეს ადგილობრივ, მაგრამ არა მარტო საკითხების დაყენების მხრივ, არამედ მათ უნდა გააშეს შესაბამისი ბერკეტები იურიდიული, მათ უნდა გააშეს ფინანსური რესურსები ამ პრობლემების მოსაგვარებლად. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვა წყალმომარაგება იმ გლეხმი გამოვიდეს თვითონ გააკეთოს, იმიტომ რომ თუ არის რესურსები, ამას გააკეთებს სპეციალისტები, თქვა შეიძლება დაკვეთა მოხდეს ამისი, მაგრამ ეს არის უკვე პოლიტიკის შედეგი. ჩვენ პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო პოლიტიკის, ჩვენ ვერ მოვთხოვთ თქვა მოსახლეობას განსაზღვრონ გამოთანაბ ტრანსფერის ფორმულა თქვა. მათ აინტერესებთ რეალური შედეგი, ანუ რაში იღებენ მონაწილეობას, რა საკითხებს აყენებენ, ვისთან ეს უნდა იყოს ნათლად გარკვეული და ამის შემდგომ რა საკითხების მოგვარება, რა თანმიმდევრობით შეიძლება. ბატონო გიორგი, წინამთავრობა, წინამმართველობა ხშირად უსვამდა ხაზს, რომ პირიქით აი ამ უფლებების შეზღუდვა თვითმმართველობებისთვის და მეტი ძალაუფლების კონცენტრირება ცენტრალურ ხელისუფლებაში პირიქით უფრო ზრდის ეფექტურობას. ის ეფექტურობას უსვამდა ხაზს, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებდა. იმუშავა ამ ეფექტურობის ამ მექანიზმა და დაუშვათ დღეს როგორ შეიძლება რომ ეს შეიცვალოს. რა უნდა დათმოს ისევ ცენტრმა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დაიწყო ნორმალური მუშაობა. ნუ პირველ რიგში დავითანხმები იმაში, რომ უფლებამოსილებები უნდა გაიმიჯნოს, არის საკითხები, არის უფლებამოსილებები, რომლებიც უმჯობესია გადაწყდეს ცენტრალურ დონეზე, არის კომპეტენციები, რომელიც ჯობია ჩამოტანილი იქნეს ქვევით თვითმმართველობის დონეზე. ეს ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ჯობია თქვათ ყველაფერი გადაწყდეს ცენტრიდან, ან ყველაფერი განხორციელდეს თქვათ თვითმმართველობების მიერ არ შეიძლება, რა თქმა უნდა. მაგრამ ყოველთვის ისმის კითხვა სად არის ის ოქროს, ესე ვთქვათ, შუალედი, სადაც შეიძლება შევჩერდეთ და ვთქვათ, რომ აი ეს არის ოპტიმალური, ესე ვთქვათ, ტერიტორიული მოდელი, ესე ვთქვათ, თვითმმართველობისა. უმთავრესი თვითმმართველობის რეფორმისთვის არის ხელისუფლების ნება, კონდეს რეალური დეცენტრალიზაცია ქვეყანაში. მე ვთვლი, რომ დღეს ეს ნება არსებულ ხელისუფლებას გააჩნია, ეს გამოხატულია შესაბამისად, ანუ იმ კონცეფციაში, რომელიც თავრობის განკარგულებით იქნა დამტკიცებული. ეხლა თქვენს ისევ შეკითხვას, რომ დაუბრუნდე ამ ძირითად კითხვას. რაიონის დონე მე ვთვლი, რომ არის საკმაოდ მსხვილი იმისთვის, რომ მოსახლეობის ინტერესები, იქ მაცხოვრებელი ადამიანის ინტერესები იქნეს საკმარისად ანუ ადეკვატურად წარმოდგენილი თვითმმართველობაში. აი ჩვენ თუნდაც ეხლა ხო, ანუ ერთია ტერიტორიული მოწყობა და მეორეა მმართველობის სისტემა. ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით რაიონის დონე საკმაოდ მსხვილია. და მithumetes არის დიახ და
თქვათ გარდა მაგისა არის თქვათ ადმინისტრაციული ცენტრები გვაქვს ჩვენ მაგალითად ქალაქ გორში, სადაც ანუ გორი თავისი ესე ვთქვათ საკმაოდ დიდი ადმინისტრაციული ცენტრია, აქვს საქალაქო მეურნეობა. ამავე დროს გორის გარშემო ვიცით რომ არის სოფლები, სადაც ძალიან კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, უბრალოდ პოტენციალი არსებობს განვითარდეს სოფლის მეურნეობა. შესაბამისად ამ შემთხვევაში ანუ აქაც უკვე ინტერესთა კონფლიქტი შემოდის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში. იმიტომ რომ რა არის მისთვის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა თუ გორის როგორც ქალაქის განვითარება? გიორგი, სოფლის მეურნეობის განვითარება მისი კომპეტენცია არ არის, სამინისტროა კომპეტენტური. ამიტომ დღეს ბიუჯეტი თავისთავად მას რომ რეალური ბიუჯეტი კონდეს მუნიციპალიტეტს ისედაც ვერ დახარჯავს საკუთარ შემოსავლებს სოფლის მეურნეობაზე. საკითხი მე ვფიქრობ რომ მინდა აი ესეთი კუთხით გაანალიზო. 2006 წლიდან იყო დამოუკიდებელი თვითმმართველობა? კითხვაზე გაგცემ პასუხი. სოფლის მეურნეობას თვითმმართველობა არ განავითარებს, მაგრამ თვითმმართველობის განვითარების, ანუ როგორც ადმინისტრაციული ერთეულის თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიაში, რა თქმა უნდა, თვითმმართველობა ხელს უნდა უწყობდეს თავისი ტერიტორიის განვითარებას. ის უნდა ეხმარებოდეს ის, ვთქვათ, დასაქმების ხელშეწყობა, იმ ინფრასტრუქტურით, რაც გააჩნია, რა თქმა უნდა, დასაქმების ხელშეწყობა დღეს თვითმმართველობის ესე ვთქვათ, ერთ-ერთ კომპეტენციაში შედის, ხო? დასაქმების პროგრამების დასაქმების პროგრამების ხელშეწყობის შემუშავება, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების თვითმმართველობის კომპეტენციაში, თუმცა აქვე ვიტყვი, თვითმმართველობა ვერანაირ სარგებელს ვერ ნახულობს ბიუჯეტში დასაქმებული ადამიანისგან, ნუ საშემოსავლო არ რჩება ადგილზე. ამიტომ მან ბიუჯეტიდან რაღაცა პროგრამებში უნდა დახარჯოს ფული, თუმცა შედეგად ის ვერ ღებულობს თუ ვთქვათ 40,000 არ გადაცდა და შემოსავალი და ქონების გადასაღადი ფიზიკურმა პირმა არ გადაიღო. ახლა ჩვენს დისკუსიაში რეკლამა შევთავაზოთ მაყურებელს და რეკლამის შემდგომ უფრო დეტალურად დავხსნათ აი ეს მექანიზმები, სწორედ რა შეიძლება დარჩეს სოფელს, როგორ შეიძლება სოფელი როგორც ადმინისტრაციული ერთეული განვითარდეს და როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი რგოლი შეიქმნას. ახლა რეკლამა. სტუდია არის დისკუსია თვითმმართველობის თაობაზე ეთერშია და ჩვენ საუბრობთ ჩვენ სტუმრებთან, როგორ შეიძლება ჩამოყალიბდეს სოფელი როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული, ხო? ეს არის პრობლემა. ეს იყო სოფლის წინ მდგარი პრობლემა აქამდე და ახალი კონცეფციის, რომელსაც მთავრობა რომელიც მთავრობამ წარმოადგინა, იქ სწორედ ეს არის, ხო? თავარი რამდენადაც მე გავიგე სწორად და რამდენადაც გვინდა რომ ახლა ესა უხსნათ მაყურებელსაც. ასეა ირაკლი. რომ სოფელი გახდეს პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის. ერთ-ერთი მესიჯი იმ კონცეფციისა, რომელიც დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ, გახლავთ სოფლის დონეზე ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბება სოფლის, ასე ვთქვათ, თვითორგანიზების უზრუნველსაყოფად. თუმცა აქ არ არის საუბარი სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებაზე თითოეულ სოფელში და ზოგადად სოფლის დონეზე. გათვალისწინებულია ელისუფლება ექნება სოფელს. ამ ეტაპზე ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც არის განხილვის სტადიაში. ამ ეტაპზე რაც არის ინიცირებული, ის კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას ადგილობრივ დონეზე, სოფლის დონეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვექნება საქმე სრულფასოვან ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ანუ ხელისუფლების დონესთან და შესაბამისად საკმაოდ შეზღუდული იქნება უშუალოდ სოფლის კომპეტენციები და რესურსებიც, მათ შორის ფინანსური რესურსებიც. აი რა შეიძლება მაგალითად შეიცვალოს აი სოფელი ხაშმი, რომელიც დღეს არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული, ხო? ის შედის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. აი რა შეიძლება შეიცვალოს ხაშმში? ანუ არსებული კანონპროექტის თანახმად ერთი სოფელი იცნობს კონკრეტულ ქონებრივ გარანტიებს. ანუ შესაძლებლობას იძლევა სოფლის სტატუსი, ახალი სტატუსი, რომ კონკრეტული საერთო ქონება გადაეცეს სასოფლო საზოგადოებრივ თვითმმართველობა, შესაბამისად სოფლის მოსახლეობას გაუჩნდება ქონებრივი გარანტიები, გარდა ამისა გაჩნდება მექანიზმები იმისა, რომ სოფელი უშუალოდ ჩაერთოს
თავისი თვითმმართველი ერთეულის მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. მაგალითად, რა იქნება და ხაშმის ქონება? ძირითადად საუბარია რა თქმა უნდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომელიც არ არის კერძო საკუთრება. რომელიც არ არის პრივატიზებული ამ ეტაპზე, ან დაუშვათ ავიღოთ საძოვარი, სახნავი, სათიბი, ტყე, ადგილობრივი მნიშვნელობის რაც ეს ამ ეტაპზე საუბარია ძირითადად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. თუმცა რაც შეეხება ასეთი ტიპის ობიექტებს, ამბულატორია მაგალითად ამ ეტაპზე არის მუნიციპალური კომპეტენცია, სკოლა არის ცენტრალიზებული. ჯერჯერობით ეს საკითხები არ განიხილება. ჯერჯერობით ისიც კი არ არის გადაწყვეტილი, დაუშვათ მოხდება თუ არა სასკოლო სისტემის დეცენტრალიზაცია, თუნდაც დაუშვათ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. აქედან გამომდინარე, სოფელი რამდენად გახდება ასეთი ტიპის ობიექტების, მაგალითად ამბულატორიის, სკოლის უშუალო მოსარგებლე, ანუ სარგებლობის უფლებით რამდენად გადაეცემა სოფელს ეს ობიექტები, ჯერჯერობით რა თქმა უნდა გადაწყვეტილი არ არის. ეს არის ჯერჯერობით განხილვის საგანი. არის ბატონო დაუშვათ დღეს ხაშმში დარჩენილი იმ ოდენობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები სახელმწიფოს ხელში, რომლის გადმოცემა დაუშვათ აი ამ პირველი საზოგადოებრივი თვითმმართველობისთვის, ხო, როგორც ვთქვათ, იყოს რაიმე ინტერესის საგანი. აქვს დღეს თავისუფალი მიწა? როგორც პრივატიზებისგან თავისუფალი. რაღაც ნაწილი არის პრივატიზირებული. ეს რაღაც 97 წელს დამთავრდა მე მგონი პრივატიზაციები. იმის მერე არის ყოფილი საიჯარო მიწები, რომელიც იჯარები, ასე ვთქვათ, გაუქმდა და ის საიჯარო ხელშეკრულებებს ვადა გასული. რაღაც ნაწილი არის, ძალიან მცირე ნაწილი, რომელსაც დარჩა ეს საიჯარო ხელშეკრულებები. არის ეს მიწები, რომელიც მოსახლეობას დღესაც უნდა შესყიდვა. მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერჯერობით შეჩერებულია შესყიდვა, რომ შევიდეს და დაამუშავოს ეს მიწა. ამ მიწას დღეს არავინ არ ამუშავებს. არ ამუშავებს. რაღაც ნაწილი, ასე ვთქვათ, საგადასახადო გაწერებში იყო ასეთ პერიოდი, ვინც ამუშავებდა და არ ქონდა ხელშეკრულება, შეეძლო დაემუშავებინა, მოხდა საგადასახადო გაწერებში და დღესაც მოსდის დავალიანება. რომელი მიწაც არ დაუმუშავებია რამდენიმე წლის განმავლობაში, ისევ დავალიანებაში ზის ეს პიროვნება. არის ესეთი შემთხვევების და დღესაც არის მოსახლეობის თხოვნა, რომ მისცენ უფლება შესყიდვის, რომ გახდეს მისი საკუთრება და დაამუშავოს. აი ასეთი პრობლემების მოგვარება შეძლებს მარტო ეს საზოგადოებრივი თვითმმართველობები პირველ რიგში. მოდი ესე ვთქვათ, პირველ რიგში ეს არის მთლიანად სახელმწიფოში სტატისტიკის პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვესმოდა რომ ვთქვათ იდეალურად ავაწყეთ ვთქვათ რეესტრიც, ვთქვათ იგივე ქონებრივი ბაზაც არის გარკვეული, თუმცა იგივე რეესტრის მონაცემები, როცა ქონებაზეა საუბარია იმაზე რომ 20% არის მთლიანად რეალურად აი და დამტკიცებით და დასრულებული. ანუ სახელმწიფო როცა აკეთებს განაცხადს რომ მე ამას ვაკეთებ, გავანაწილოთ, რა იქნება სახელმწიფო, რა იქნება თვითმმართველობის, რა იქნება კერძო, ადგილობრივი თქვა სხვა ფირმების იქნება თუ ვისიც არ უნდა იყოს, უნდა არსებობდეს რაღაც ბაზა, ხომ რომ ვიცოდეთ რომ რა არის გასანაწილებელი და რა არის. არა, როდესაც ვიყიდე მიწა და არის ჩემი, ის მიწა არის პრივატიზებული. არ არის გატარებული მოგახსენებთ რომ მაგალითად არის სოფლები, სადაც თქვათ საძოვარი არის გატარებული, როგორც სახელმწიფოსი თქვათ მაგალითად შემიძლია გარდაბანში ლემშვენიერას სვანების დასახლებაზე მოვიდანო ესეთ მაგალითი. გატარებულია როგორც სახნავი მიწა და გადასახადი მოდის რომ გადაიხადონ სახნავი და აქ სოფელი შეიკრა ვიღაცებზე გადაფორმდა ეს ახლა სვანური წესებით რომ მათ უნდა მიეხედათ, მათ უნდა გაერკვიათ ეს საქმეები. მოდის ეს გადასახადი ან დავალიანება უпростоრეთ მოდის, იზრდება და ისინი ითხოვენ რომ არ არის სარწყავი აქ სისტემა მოშლილია, სახნავად ის არ გამოდგება. საძოვარის გადამწვარია და ბუნებრივია ამას თავისი რეკრეაცია ჭირდება და ასე შემდეგ, მაგრამ აი მაგალითისათვის რამდენი 2 წლის წინათ იყო 3 წლის წინათ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვერაფრით ვერ დაგეხმარებით თუ ესე წერიაო თქვა სახელმწიფოსთან არის გაფორმებული, ხალხს მოდის გადასახადი, სახელმწიფოსი არის გადასახადი. აი ეხლა უნდა ქნას იმ მოსახლეობას. მექანიზმი ვთქვათ რა, აი შეიქმნა ეს პირველი დონის თვითმმართველობა,
ის ამ პრობლემას როგორ აგვარებს? მხოლოდ ეს რჩება მის არა, მხოლოდ ეს არ რჩება მის ფუნქციაში. ერთი ეს უნდა გაკეთდეს ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის შედეგად. ბუნებრივია რომ სტატისტიკა ჩვენ არ ვიცით არათუ მიწების ოდენობა, ჩვენ არ ვიცით მესაკუთრეთა ოდენობა, ხშირად ხდება გადაფარვები, შეიძლება ადამიანი მივიდეს და მის ნაკვეთზე თქვა სხვა ასევე კეთილსინდისის მყიდველს ქონდეს შეძენილი და ხუთმა კაცმა ერთდროულად წარმოადგენოს საბუთები რომ იმ ნაკვეთის პატიოსანათმფლობელია, მართლა მან გაატარა. ანუ ესეთი აღრევები საკმაოდ ხშირია, ეს არის ზოგადი პრობლემა, ეს არ არის თვითმმართველობის პრობლემა მხოლოდ. ეს არის ერთი საკითხი, როგორ უნდა მოწესრიგდეს ჩვენ ისიც არ ვიცით, რამდენი გვყავს მოსახლეობა, რამდენი ვართ საქართველოში, იმიტომ რომ სხვადასხვა ციფრების ახლება 4.5 მილიონი, 4 მილიონი, 3.5 მილიონი, 3 მილიონი, ისე ვათამაშებთ ამ მილიონებს, თითქოს რაღაც 2 მილიარდიანი მოსახლეები იყო და 1-2 მილიონი არაფერს არ ნიშნავდეს, მაგრამ ეს არის რეალური პრობლემა. არჩევნების დროს რატომაც აღმოჩნდება რომ 4.5 მილიონი ვართ, სოციალური დახმარების დროს აღმოჩნდება რომ 3 მილიონიც არა ვართ. ანუ ეს არის ცალკე გლობალური პრობლემა, რომელიც თვითმმართველობას არ ეხება, მაგრამ თვითმმართველობა ამ საკითხებში უნდა იყოს აქტიურად ჩართული. ანუ მის ხმას უნდა უსმენდნენ და ეს ისე კი არ უნდა უსმენდნენ, რომ თავრობა თქვენ მოგისმენთ ხალხო. არამედ მათ უნდა ქონდეს შესაბამისი ინსტიტუციონალური მექანიზმი, თქვათ იგივე კრებების სახით, იმ კრებების რა მექანიზმი შეიძლება ქონდეს ხაშფში? მომავალში როცა აირჩევა კი ბატონო, ეს არის ერთი ის ანუ თავმჯდომარე, ამ შემთხვევაში ტერმინზე აქ არ არის საუბარი, ვინ იქნება სოფლის წარმომადგენელი, ვისაც სოფელი ენდობა და ვინც წარმოადგენს ამ ფუნქციებს. ის მიწები, რომელიცაც მუნიციპალიტეტი ახლა როგორ მოეწყობა მუნიციპალიტეტის სხვა საკითხია, იმიტომ რომ ამაზედაც არის თქვა მიდის მუშაობა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სოფელი როგორც ესეთი ერთეულს ექნება რაღაც უფლებები არა მარტო თქვა თავისი ქონების სახით, არა მარტო თავისი მცირე კომპეტენციების სახით, თქვა იგივე აი სოფლის სახლების ანუ შეკრებების ადგილების რომელიც ახლა სადაც აშენდა ის არის ჰაერში გადმოკიდული, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი არ იღებს ამას ბალანსზე და პატრონად არის დატოვებული. ანალოგიური ვთქვათ ობიექტების სახით შეიძლება მან მიიღოს რაღაცა ვთქვათ შეიძინოს ვითარებაში შეიძინოს რაღაცა კონებს სხვა პროგრამები, სახელმწიფო პროგრამების იგივე სახით, რომელიც მისი საკუთრება იქნება სოფელი გადაწყვეტს ამას რა განკარგვა მოახდინოს. აქ არის საუბარი ვთქვათ იგივე მიწის ფონდთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება მას სარგებლობაში, რომელიც თქმა უნდა კერძო საკუთრება არ არის და კერძო საკუთრებას ბუნებრივია არავინ არ უპირებს რაღაც გადახედვას. აქ არის საუბარი ვთქვათ იმაზე რომ სოფელმა თვითონ რაღაც პროგრამები საკითხი ვთქვათ რეალურად დააყენოს და იგივე მუნიციპალიტეტის წინაშე უნდა დააყენოს საკითხი და აქ იქნება მექანიზმი, როცა სავალდებულოდ იქნება გასათვალისწინებელი იმ სოფლის კონკრეტული ინტერესი თქვია. რავად, აქ ჩაგიკითხებით და რა ინსტრუმენტი ექნება საქმეც მაგაშია, ხო შეიძლება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არის თუ შეიძლება რომ დავსვათ ესე საკითხი. მიზანი რა არის? დღეს თქვენ მაინც ხო კარგად იცით, რომ ჩადიხართ კონკრეტულად ისინი ითხოვენ, აი კონკრეტულად ეს მინდა. ქონება, რომელიც ჯერ არც ვიცით რა ექნებათ. არ ექნებათ ბიუჯეტი. ექნებათ ხარჯთაღრიცხვი, ანუ ექნებათ ფინანსები. ახლა ბიუჯეტზე როცა მიდის საუბარი, ეს არის უბრალოდ ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ სადაც არსებობს ბიუჯეტი, ანუ ბიუჯეტი არ არის უბრალოდ ხარჯთაღრიცხვა. ეს არის პოლიტიკური მექანიზმი, როცა ბიუჯეტზე ამბობ, მე ხარჯავ ამ საქმეში ან ამ საქმეში, მე პოლიტიკური გადაწყვეტილება. და გარდა ამისა აქვს შემოსავალი, ხო? რა თქმა უნდა, ხარჯთაღრიცხვა და ფინანსები, სწორედ ამ სოფლის, თქვა საზოგადოებრივ ვთქვათ გაერთიანებას თუ რასაც თვითმმართველობას უნდა გააჩნდეს და ექნება კიდეც. ახლა რა სახის ექნება? ეს ექნება რაც ჩამოთვალე ვთქვათ იქიდან მიღებული ვთქვათ გარკვეული შემოსავლები, ამავე დროს იმ პროგრამები ვთქვათ სოფლის დახმარების პროგრამაზე როგორ მოხდება მუნიციპალიტეტი გაანაწილებს ამას თუ უფრო ქვედა დონეზე ცენტრი აღარ დაიწყებს ცენტრალიზებულად ამის განაწილებას, სოფელი რეალურად დააყენებს პრიორიტეტს, ეს მეორე საკითხია. ასე მუნიციპალიტეტთან შეთანხმებაში შეიძლება მან აიღოს რაღაც ფუნქციები სოფელი თუ იტყვის მე ამას ვაგვარებ ამ საკითხებს, შეიძლება უკვე მექანიზმები იქნება ჩადებული, როცა სოფელი აიღებს ამ საკითხებს მე ვაგვარებ, ოღონდ უნებრივია ქარტის პრინციპებიდან გამომდინარე, ევროქარტის პრინციპებიდან გამომდინარე, მას ექნება შესაბამისი ფინანსი. ახლა მე ვთქვა რომ ვაგვარებ და შენ უღარ შეწუხდები. ამ საქმეს შენ რომ აკეთები, გავაკეთებ მე, მაგრამ თუ მე გადმოვცემ, უნდა მოვაყოლო შესაბამისი ფინანსური სახსრები, ამას მაშინ მე მოვაგვარებ. თუ არ მინდა ვიტყვი რომ მაშინ ეს ფინანსებთან, გიორგი, ფინანსები თუ ექნება მუნიციპალიტეტს ის საკითხებს გადაწყვეტავს. სოფელს ექნება ფინანსები. სოფლის აი პირველად როგორც ძალიან საზოგადოებრივი მუნიციპალიტეტის ფინანსები როგორ ეს არის რა წყაროდა? შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს როგორც მუნიციპალიტეტი, ანუ გადაცემული სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობისთვის მიზნობრივად გადაცემული თანხები კონკრეტული მუნიციპალიტეტის
ესე ვთქვათ, ამა თუ იმ კომპეტენციის შესასრულებლად ადგილზე, მაგალითად ელემენტარულია საბავშვო ბაღები, რატომაც შეიძლება რომ სოფლის საზოგადოებრივმა თვითმმართველობამ თვითონ ვთქვათ მართოს თუ დაფინანსებას მიიღოს მუნიციპალიტეტიდან, ვთქვათ მართოს ადგილობრივი საბავშვო ბაღები. თვითონ უფრო უკეთესად არის ის რამდენი მასწავლებელი ჭირდება, შეიძლება სულაც მორიგეობა დააწესონ, ვთქვათ მშობლებმა იმ საბავშვო ბაღში, ხო? ისე მაგ პრინციპით რატომაც შეიძლება რომ თავისი ამბულატორია მართოს? რატომაც არა შეიძლება მართოს, ანუ აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამ თავი ამოსავალი პრინციპი არის, რომ ადგილობრივმა ანუ რაც უფრო მცირე ერთეულში ვაძლევთ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, მით უფრო ესეთი გადაწყვეტილებები და ესეთი სერვისები, რაც საკუთარ თავს უნდა გაუწიონ, უფრო ადეკვატურია. ამაზეა საუბარი და მეტი არაფერი. ამიტომ ის მომსახურებები, რომლებიც შეიძლება რომ სოფლის დონეზე ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარ თავს გაუწიოს თვით ორგანიზებით, რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტები ამას მუნიციპალიტეტებმა ხელი უნდა შეუწყონ. ხა სხვა შემოსავლის წყაროებზეც ვიტყვი, მაგალითად ეს შეიძლება იყოს გრანტი რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციიდან თუნდაც მიღებული. შეიძლება იყოს სახელმწიფო პროგრამა რომელიმე. ესეთი შესაძლებლობა დღესაც აქვთ, სათემო ორგანიზაციები ძალიან ისე კარგად არიან წარმოდგენილი კახეთში. თუ ჩვენ საუბრობთ რეფორმაზე, ჩვენ უნდა დავიწყოთ რეალურად საუბარი იმაზე, კონკრეტულად რისი გაკეთება გვინდა სოფელში. ხალხს დღეს უბრალოდ რო შევკრიბო და უბრალოდ რო უთხრა, რომ თქვენ მოდით, აირჩიეთ, დასვით პრიორიტეტები. იცით რამდენი აღარ მოდიან. რამდენჯერ დავსვათ პრიორიტეტი? პასუხად რაზღებულობენ გამგეობიდან? თქვენ მაინც რამდენჯერ მიგიტანიათ უარი მოსახლეობისთვის? ფინანსები არ არის. ფინანსები არ არის. შესაბამისად, პირველი არის ბუნებრივია რეფორმა უნდა დაიწყოს და ჯგუფებმა უნდა იმუშაონ ოპტიმალურ ტერიტორიაზე, სად განხორციელდეს ადმინისტრირება და მმართველობა. მაგრამ ნება იმისი, რომ მოქალაქეებს თუნდაც სოფლის პროგრამებში თავიანთი საჭიროება დაესახელებიათ. ამისი არ იყო. და თუ იყო, მაგალითს გეტყვით, მაგალითად სოფელი აკურა 42,000 ლარი სოფლის პროგრამაზე. მე დავესწარი იმ სოფლის კრებას. ზოგი ითხოვს წყალს, ზოგი ითხოვს გზას და ყველაზე დიდი არ იციან ეს გზა რა ციფრებში პრობლემა, რამდენი ციფრია. და რო ვუთხარით, რომ იცით რა, 1 კვადრატული მეტრი 52 ლარიდან 64 ლარამდე, აბა გავყოთ და რამხელა მანძილი იქნება, წყალი არ იციან. მე ვფიქრობ, რომ დღეს რეალური ურთიერთობა არის ის, რომ უფრო კომპეტენტური იყოს ადგილობრივი ადმინისტრაცია, მეტი ფინანსი კონდეს და კონკრეტულად იმ ადამიანებს მოუგვარონ და თუ ვერ უგვარებენ, ისიც დაანახონ, რომელი ხელისუფლება ამაში. როგორ უნდა მოაგროვოს ეს თანხა ფინანსები მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივმა თვითმმართველობამ. საზოგადოებრივი თვითმმართველობის არ ვიცი, მაგრამ მიიღებს ამას მუნიციპალიტეტიდან სახელმწიფო პროგრამითა თუ სხვა გზებით, ამაზე რეკლამის შემდგომ ვისაუბროთ ისევ ჩასტუმრებთან. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საუბარს თვითმმართველობის რეფორმაზე. ჩოსტუმრებთან ერთად რეკლამის შემდეგ ისევ ირაკლისთან მიწევს სიტყვით გადასვლა ირაკლი კობახიძე. არის თუ არა გათვალისწინებული ბიუჯეტირების წესი აი ამ კანონპროექტში, რომელიც უკვე მზად არის თვითმმართველობის შესახებ და ერთი კითხვაც მექნება ისევ რჩება დღის წესრიგში, ბატონ დავითანაც მექნება ეს შეკითხვა ბატონ გიორგისთანაც, ისევ რჩება დარაიონების ის სისტემა, რომელიც არსებობდა საქართველოში, რომ ისევ იყოს რაიონის საკრებულო, რომელსაც აქვს რაღაც ბიუჯეტი და იქიდან მერე წყალობად გადასცემს სოფლებს ამ ფულს, რომ ამ სოფლის საჭიროებისთვის აუცილებელი თანხები მიიღო. სოფლის დაფინანსებას რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფომ შეიძლება გაითვალისწინოს კონკრეტული ტრანსფერი სასოფლო საზოგადოებრივი თვითმმართველობისთვის, თუმცა და ვინ მოითხოვოს ტრანსფერი? არ აქვს საუბარია რაღაც ერთიან ფორმულაზე, რომელთაც შეიძლება გადანაწილდეს, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ იქნება სოფლის ბიუჯეტი, ეს იქნება მიზერული სახსრები, რაც შეიძლება გამოიყენოს სოფელმა თვითორგანიზებისთვის, თუმცა არა უმეტეს. ანუ აქ საუბარი ვერ იქნება დავშვა წყალმომარაგების უზრუნველყოფაზე და ანალოგიური ტიპის პრობლემების მოგვარებაში. შეიძლება მისცეს მაგალითად ხაშს ფული
ეს ამას თვითონ გადაწყვეტს სოფელი. ანუ ხავს ექნება კონკრეტული თანხა, რომელიც მან უნდა გამოიყენოს თვითორგანიზებისთვის, ახლა ამას გამოიყენებს დაუშვათ თავისი არჩეული პირების შრომის ანაზღაურებისთვის თუ სხვა რაიმე ფუნქციების შესრულებად, ეს არის სოფლის გადასაწყვეტი. აქ საუბარი იყო ფინანსებზე, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დეცენტრალიზაციის. ხო, დეცენტრალიზაცია კლასიკური გაგებით ეს არის კომპეტენციების და რესურსების გადაცემა დამოუკიდებელი თვითმმართველი ერთეულებისათვის. ჩვენთან მთავარი პრობლემა, რაც დღემდე ფიქტიურს ხდიდა თვითმმართველობას, მდგომარეობდა იმაში, რომ დეცენტრალიზაცია არ განხორციელებულა. კი, შეიქმნა დაუშვათ თვითმმართველი ერთეულები, ფორმალურად ესენი იყვნენ დამოუკიდებელი, თუმცა ძალზე დაბალია როგორც კომპეტენციების დეცენტრალიზაციის ხარისხი, ისე ფისკალური დეცენტრალიზაციის ხარისხი. მე შემიძლია შედარება მოვიყვანო, დაუშვათ სოფელში ძირითადად რა საკითხებს აყენებდნენ. ეს არის კომუნალური მომსახურებები, ხო, ძირითადი პრობლემა სოფლის მოსახლეობის. დღეს კომუნალური მომსახურებები არის თითქმის მთლიანად ცენტრალიზებული. წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ენერგომომარაგება, ეს არის ცენტრალიზებული კომპეტენციები. მაშინ, როდესაც მთელი ევროპის მასშტაბით რო ნახოთ, მაგალითად, წყალმომარაგება ერთ ქვეყანას ვერ იპოვეთ, დასავლეთ ევროპაში ან ცენტრალურ ევროპაში, ბალტიისპირეთის ჩათვლით, სადაც წყალმომარაგება იქნებოდა ცენტრალიზებული. ანუ დღეს თავარი პრობლემა რა არის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დაუშვათ მუნიციპალიტეტი, ქალაქი არ არის პასუხისმგებელი იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც არის თავისი არსით ადგილობრივი მნიშვნელობის კომპეტენცია. ამ შემთხვევაში, ირაკლი, როდესაც არსებობს აი ესეთი მსხვილი კომპანია, ხო? საქართველოს წყალი, რამდენადაც ვიცი, ხო? წყალმომარაგების კომპანია, რომელიც ძირითადად უზრუნველყოფს სოფლის დასახლებებს წყლით, ხო? უნდა გამოიჩინოს სახელმწიფოს მმართველმა ჯგუფმა, მთავრობამ ნება, რომ დაშალოს ეს კომპანია და დაუშვათ ყველა მუნიციპალიტეტს კონდეს საკუთარი მექანიზმები თუ ჩვენ დეცენტრალიზაციის მიმართულებით წავთ, ბუნებრივია ეს იქნება შედეგი. ანუ არ უნდა არსებობდეს ცენტრალიზებული კომპანია, რომელიც მთელი ქვეყნით იქნება პასუხისმგებელი წყალმომარაგებაზე, არ უნდა არსებობდეს ცენტრალიზებული დაუშვათ სტრუქტურა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება პასუხისმგებელი გზების დაგებაზე, მათ შორის ასევე ნაწილობრივ ადგილობრივი გზების დაგებაზე და ასე შემდეგ. ეს კომპეტენციები, რაც არის თავისი ბუნებით ადგილობრივი მნიშვნელობის, უნდა გადავიდეს ადგილობრივ დონეზე. ანუ თავარი მიზანი ამ რეფორმის უნდა იყოს რა, რომ კომპეტენციები უნდა გადავიდეს ადგილზე და ამას უნდა მიიღოს შესაბამისი ფინანსური რესურსები. აქაც ერთ შედარებას მოვიყვან, მაგალითად დღეს რო დავაჯამოთ ჩვენ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები წლის დასაწყისში, ნახავთ რომ დაახლოებით 4.5% შეადგენს მათი ხვედრითწილი ნაერთ ბიუჯეტთან მიმართებაში. ანუ წარმოიდგინეთ, ყველა მუნიციპალიტეტზე ნაწილდება საერთო ნაერთი შემოსავლების მხოლოდ 4.5%. რო შევადაროთ მინიმალურ ევროპულ მაჩვენებლებს ეს მონაცემი, დაახლოებით რამდენჯერმე უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ანუ დღეს თუ აქვს საგარეჯოს დავუშვათ პირობითად 10 მილიონი, უნდა კონდეს ბიუჯეტი სადღაც 35 მილიონი. ხო, ძალიან უხეშად საუბრობ, მაგრამ საერთო სურათი ეს არის. ანუ თქვენდე ჩვენ არ განგვიხორციელებია არც კომპეტენციათა დეცენტრალიზაცია ესე როგორც ეს საჭირო იყო და არ მოხდარა არც ფინანსების შესაბამისად გადანაწილება. აქედან გამომდინარე, მთავარი პრობლემა სოფლისთვის სწორედ ეს არის, რომ სოფელი ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ამ თვალსაზრისით. ანუ მაგალითად წყლის პრობლემა თუ არის მოსაგვარებელი, მაქსიმუმი რაც შეუძლია რწმუნებულს გააკეთოს, ეს არის პრობლემის დასმა, შემდეგ გამგეობამ ცალკე პრობლემა უნდა დასვას ცენტრალურ ხელისუფლებასთან და აქ იკარგება რეალურად სოფლის ინტერესების მოგვარების პერსპექტივა. თავარია რომ ადგილზე გადავიდეს ეს კომპეტენცია, ადგილზე გადავიდეს რესურსები და ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი რეფორმა მერწმუნეთ რომ სოფლის მოსახლეობას პირდაპირ დაეტყობა. არის როგორ ფიქრობთ თქვენ ბატონო ზურაბ დღეს სოფელი მზად იმისთვის რომ აი ამ ტიპის კომპეტენციები აიღოს თავისი პატრონაჟის ქვეშ მზად რამდენად მზად არის ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რო საჭიროებას წარმოადგენს ფაქტი არის იმიტომ რომ აი რაც შეეხება სასმელ წყალს ჩემთან მაგალითად თვითინებით მოედინება ორი ხაზით ორი მილსადენით შემოდის დღეღამეში შემოდის 2200 ტონა მქონდა მე შეხება გავესაუბრე შესაბამის სპეციალისტი იყო 4 სულიან ოჯახს სავარაუდოდ 400-500 ლიტრი არის გათვლილი ოჯახზე რო გადავიანგარიშოთ 2200 ტონა
800 კომლია, 850 კომლი ვთქვათ. არაფერში არ ჯდება. ნახევარი სოფელი მაინც არის უწყლოდ. საფხულის პერიოდში მით უმეტეს. როდესაც სიცხე არის და ვთქვათ იქ ბაღებს რწყავენ თუ უბრალოდ ცივი წყალი უნდათ, ასეთ შემთხვევაში. ნახევარი სოფელი უწყლოდ არის, ნახევარი 24 საათიანი წყალი აქვს. არანაირი დასჯის მეთოდი არ არსებობს, რომ მიხვიდე და აუგზავნო თქვათ, რომ ნუღრი ამ წყალს უყაირათო ხარჯოს რაც შეეხება. ქონდა ასეთი სოფელში გამოიყო რაღაც ჯგუფი და ასე ვთქვათ იმ რეზინის შლანგებს თუ რაღაცას და თვითნებურად. რაც ალბათ არ შეიძლება, მაგრამ ვაკეთებდით, რომ უხსნიდით და უშლიდით ერთმანეთს, რომ არ მოერწყოთ, მაგრამ ეს ისე გრძელდება, იმიტომ რომ დასჯის მეთოდი არ არსებობს და ეს რო იყოს, თქვათ, რაიმე ორგანიზაციას აღებული, იგივე რომ თქვათ მრიცხველი ედგეს. საკმარისია ეს წყალი, მაგრამ დღესაც რო ახსენო სოფელში გამრიცხველიანებაზე წყალზე, ძალიან დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებით, იმიტომ რომ 50-იან წლებში გაკეთდა ჩვენი მილსადენი, იქიდან გვაქვს წყალი და დღეს რატო უნდა გადავიხადოთ ფული. მაგრამ აი ეს ნახევარი სოფელი, რომელიც უწყლოდ რჩება, ის ამისი მომხრია, რომ თუნდაც ის დადგეს ის მრიცხველი, რომ ჩვენამდე წყალი მოვიდეს. ძნელია ის მომენტი, რომ ვიღაცას დასალევი წყალი არ ქონდეს და ვიღაცას უბრალოდ გაშვებული ქონდეს. რაც არ არსებობს ის დასჯის მეთოდი და ის ალბათ კანონში არ არის, რომ მეხვიდე ეს ადმინისტრირება და ალბათ ერთსულოვნება სოფელმა ერთად გადაწყვიტოს საკითხი ძალიან რთულია. აი როგორ შეიძლება რომ ესეთი ტიპის პრობლემა რაც ახლა ბატონო ზურაბმა აღწერა, აი ამ თვითმმართველობამ მოაგვაროს. იცით რა არის რეფორმას კარგი აქვს ის ნამდვილად რომ უნდა მოსახლეობა ჩართოს რაღაცა საკითხების დაყენებაში. მაგრამ ამ საკითხების დაყენებით იმათმა უნდა დაინახონ ფულადი რესურსი ამ პრობლემის მოგვარების. მე ვეთანხმები ირაკლის რომ წყლის მომარაგება უნდა იყოს თვითმმართველობის კომპეტენციაში და ამ შემთხვევაში ბიზნესის შევა და ადმინისტრირებას და მენეჯმენტს გაუკეთებს ამ პროცესს თუ არა, მაინც ანგარიშვალდებული იქნება თვითმმართველობის წინაშე. და ის დაარეგულირებს ვის ფულს იხდის რა თქმა უნდა ის დაარეგულირებს ამ ურთიერთობას თუმცა სანამ ვინმე შემოვა ჯერ რეალურად ისეთი მძიმე მდგომარეობაა რომ მას ძალიან დიდი თანხა ჭირდება და ინვესტიცია არავინ არ შემოვა სოფელში იმისთვის რომ წყლის მიწოდება უზრუნველყოს ერთი პრობლემა ეს მეორე გაზის მომარაგების კუთხით აქაც გაზის კომპანიები ანგარიშვალდებული არიან სემეკის წინაშე და სოფელში არავინ არ იცის რომ ელემენტარული მიერთება მაქსიმუმ 600 ლარი უნდა დაჯეს მაქსიმალურად 25 ლარი თვეში გადახდით და დღეს არის საოცარ რთული მდგომარეობა იმიტომ რომ გამგეობას რო აკითხავენ გამგეობამაც არ იცის მის კომპეტენციაში არ არის და ამიტომ ვეთანხმები ირაკლის მნიშვნელოვანია გადავცეთ კომპეტენციები, მნიშვნელოვანია გადავცეთ ადეკვატური ფინანსური რესურსი და ეს პერიოდი, რაღაცა პერიოდი, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოსახლეობას დავანახოთ, რომ მართლა დაისვა პრობლემა, ვთქვი და გადაწყდა. თორემ მოსახლეობა აფიქსირებს პრობლემას. არ ვთქვათ, რომ ან აქამდე არ აფიქსირებდა, აფიქსირებდა. ერთადერთი მე მაქვს დამოკიდებულება, რომ ამ რეფორმას ძალიან სწრაფად ხდება და ძალიან ბევრი საკითხების უცებ გადაწყვეტას, ვთქვათ, იღებს თავის თავზე ხელისუფლება ძალიან მცირე დროში. ძალიან კარგია, მივესალმებით, თუმცა ნელ-ნელა აი დღესაც ამ სტუდიაში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა. იგივე ფინანსებთან მიმართებაში, იგივე კომპეტენციებთან მიმართებაში სოფელში რა იქნება. ამიტომ ალბათ ეს არის ის პროცესი, რომელიც აუცილებლად უნდა დაწყებულიყო, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის რეალობა, რაც სოფელში არის. ფინანსებთან დაკავშირებით უბრალოდ დავამატებ თვითონ კონცეფციიდანაც ვთქვათ ეს ჩანს რომ აი თუნდაც იმ პერიოდში როცა 2013-14 წლებში სანამ ადგილობრივი არჩევნები თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება იგეგმება რომ ძალიან სერიოზული კვლევები ჩატარდება ანუ ხელისუფლება გააკეთებს ვთქვათ სხვადასხვა ექსპერტების მონაწილეობით მათ შორის ვთქვათ საერთაშორისო დონის ექსპერტებით ხო მოდელირება სიმულირება სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულების მიხედვით იგივე გამოთანაბრები ტრანსფერთან ესე ვთქვათ მიმართებაში ხო როგორ მოხდეს თვითმმართველი ერთეულების
ერთეულებს შორის თქვათ ეკონომიკური ესე ვთქვათ უთანასწორობის მეტნაკლები გათანაბრება. Რა თქმა უნდა, როცა გათანაბრებით ფორმულაზე და საუბრობთ, შეუძლებელი არ ვთქვათ, რომ ამავე პერიოდში აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს სტატისტიკური მონაცემები, რაზეც დათომაც ისაუბრა, ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც საშუალებას მისცემს თქვათ ხელისუფლებას, რომ აი თქვათ გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა გახდეს რეალურად ადეკვატური, იმიტომ რომ ჩვენ გათანაბრებითი ტრანსფერი რეალურად გვქონდა, არსებობდა, მაგრამ მე მაქვს პირადად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის გამოყენებით არ ხდებოდა მუნიციპალიტეტებისთვის ტრანსფერების განაწილება, არამედ მაინც სუბიექტურად, ფორმულა თავისთვის იყო და ტრანსფერები ესე ვთქვათ რაღაცა სხვა ესე ვთქვათ ფაქტორებით ნაწილდებოდა მუნიციპალიტეტებზე. ეს ერთი საკითხი. ასევე ეხება ადგილობრივ უпростоრეთ გადასახადებსაც. გადასახადების ნაწილშიც თვითონ კონცეფციაშიც გაცხადებულია, რომ ვთქვათ გადასახადების ქონების გადასახადი რა თქმა უნდა დარჩება როგორც აი ამ სოფლის საზოგადოებრივი ეხლა თვითმმართველობაზე ვსაუბრობ. ეხლა ჩვენ ერთ რამეს ხაზი გაუსვათ ეს არაერთხელ აქ აღინიშნა, რომ სოფლის დონეზე თვითმმართველობაზე საუბარი არ არის. თვითმმართველობისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ელემენტია ადგილობრივი ბიუჯეტი. ადგილობრივი ბიუჯეტი აქ უკვე აღინიშნა, რომ არის შემოსულობები ბიუჯეტში, მათ შორის გადასახადებიდან, რომელზეც დამოუკიდებლად იღებს გამკარგავი ორგანო გადაწყვეტილებას რა მიმართულებით გაუშვას ეს თანხა. სოფლის საზოგადოებრივი თვითმმართველობის დონეზე არის საუბარი მხოლოდ ხარჯთა რიცხვაზე, როგორც ითქვა, რომელიც ძირითადად არსებობს, რომელიც გაწერილია, ოღონდ რა მიმართულებით უნდა წავიდეს, ოღონდ არა ცენტრიდან, არამედ საზოგადოების მიერ დაყენებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე და ადგილობრივი ძალებით ხორციელდება ამის გაკეთება, თქვათ, განხორციელება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ, სოფელი არის მზად თუ არა გამოიყვანოს წყალი და ყავს თუ არა ინჟინრები. თუ იქნა ფინანსები ჩადებული სოფელმა თქვა და მუნიციპალიტეტმა შეიძლება ჩვეულებრივ შეისყიდოს ეს მომსახურება და გაზის კომპანიასთან არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც მუნიციპალიტეტმა შექმნას რაღაც წყალმომარაგების კომპანია, აქ შეიძლება იყოს საუბარი იმაზე რომ შეისყიდოს რაღაც რესურსი, ოღონდ გააჩნია და აკონტროლოს კიდეც ეს თქვათ მომსახურება, როცა ჩვენ საუბრობთ რაღაც კომპეტენციებზე, რატომაც ყველას გონია რომ ხშირად უბრალოდ გონიათ რომ ეს არის რაღაცა კიდევ ჩამოყალიბება რაღაც სამსახური ის სამწყალმომარაგების იმის მუნიციპალიტეტი თუ ხედავს რომ იგივე კერძო სტრუქტურიდან შეისყიდის ამას და მას ექნება უფლება აი მუსიკას თვითონ უკვეთავს და ეუბნება რომ დიდება ხელშეკრულება აი ამ თანხად ამ მოლაპარაკების ის არის მაგრამ აკონტროლებს და იღებს ამ მომსახურებას და მუნიციპალიტეტი აკონტროლებს იმიტომ მოსახლეობა უყურებს ამ სიტუაციას და თუ რამე მიმართავს თქვათ მერს გამგებელს თქვათ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს და მათ უნდა ქონდეთ პასუხი ამაზე ძალიან მარტივი მაგალითი თქვათ ქალაქში მაგალითად არის ქალაქი, როცა შუქი ქრება და ქალაქის მერს არ აქვს უფლება, რომ ერთის, რა თქმა უნდა, ბუდკა, რომელიც წყალი ჩადის და მაგ დროს ქრება წვიმის დროს, ის გადახუროს ერთი შიფერი და საჭედებელი უბრალოდ. შეიძლება უბრალოდ ერთ იმას გავამახვილო კიდე ყვერტება. აქ საუბარია ისევ იმ ოქროს შუალედზე, რაც უკვე ნახსენები იქნება, სად არის ოქროს შუალედი. ცოტა ხალხი ნიშნავს ცოტა ფულს, მაგრამ ცოტა ხალხი ჩვენ თქვათ 1000 ლარს დავდებთ და გადაწყვეტილებას ვიღებთ რა გვინდა იმ 10 ლარით, მაგრამ ეს 100 ლარს თუ შევკრებთ აქ დიდი ამბავია და ბევრს ვერაფერს ვერ გავაკეთებ. თუ არის დიდი მუნიციპალიტეტი, დიდი ერთეული, გვაქვს ჩვენ მილიონები, მილიარდები, მაგრამ თითოეული ჩვენგანის ხმა იკარგება და იქ კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტამდე არ მიდის. აი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებზე იხარჯება ყოველთვის ეს თანხა. სად არის ოქროს შუალედი? ახლა იყო საუბარი იმაზე, რომ 90-იან წლებში იყო პატარა მუნიციპალიტეტები, თემები, რომელსაც უფლებები არ ქონდა, ფინანსები არ ქონდა და ითქვა რომ აი მაინც ვერ აკეთებენ ესენი საქმეს, წამოვიდა რაიონულ, ასე ვთქვათ, მუნიციპალურ დონეზე გადმოვიდა ქვედა დონე გაუქმდა, ხო, კი ბატონო გაუქმდა. იყო საუბარი, კი ბატონო, მოსახლეობას დაშორდა ეს ევროპის საბჭოსშიც იყო ეს აღიარებული და ეს, მაგრამ სამაგეროდ ფინანსები არის და აი ახლა ნახეთ როგორი რამ იქნება. შევარდნაძის პერიოდში საჯარო ფინანსების მესამედი მიდიოდა რეგიონებზე. დაახლოებით 30%, 28% მიდიოდა. მაგრამ ეს იყო მიზერი, იმიტომ რომ გასაგებია კორუმპირებული ქვეყანაც იყო, ბიუჯეტი იყო 600 მილიონი და 200 მილიონზე მეტი მიდიოდა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში რეგიონებში დასახარჯი ფონდებს თუ გადახედათ 2 მილიარდს მიაღწია წლიურად. გაატკეცდა. პრობლემა იგივე დარჩა.
ანუ შემცირდა საკუთარი საგადასახადო შემოსულობები, ტრანსფერების გაიზარდა, პროგრამების გაიზარდა, მაგრამ სოფელს რა პრობლემას ჰქონდა? წყლის იგივე პრობლემა უდგას ახლა მიდის საუბარი, ვთქვათ, რაიონის ვერ ქაჩავს ამ დონეს, იმიტომ რომ აი წყალმომარაგება ვერ გადაწყვეტა, ცენტრალიზებული უნდა იყოს. ნუ ამ პრინციპით შეგვიძლია სულ ზემოთ და ზემოთ ვიაროთ და საჭირო თვითმმართველობა არის თუ არა, საჭირო ცენტრმა გადაწყვეტოს ყველაფერი. არც იქ არ იქნება ფინანსები საჭირო. ესა საკმარისი, ბუნებრივია. ფინანსი არასოდეს არ არის საკმარისი, მაგრამ აქ არის პრინციპი, რა დონეს, რა უფლება, სად უფრო მარტივად იქნება გასაკეთება, სად უფრო ეფექტური იქნება განხორციელება, შესაბამისი ადეკვატური ფინანსების გადაცემაზეა საუბარი. როცა საუბარია, ვთქვათ, 9 მილიონიან ბიუჯეტზე, ვთქვათ, მუნიციპალიტეტისათვის, დღევანდელი რაიონისათვის. ძალიან მარტივად სულ მოსახლეზე დღევანდელი მე არ ვიცი ახლა საქართველოს რო აყვავდება და რაღაც დღევანდელი პირობებითაც მუნიციპალიტეტ რეგიონებში განხორციელებული პროგრამების 600-700 ლარი მოდის სულ მოსახლეზე. ამის ნახევარი მაინც რომ რეალურად იყოს გადაცემული ადგილზე და მათ მიიღონ გადაწყვეტის უფლება, რეალურად იყოს ეს გადანაწილებული, დამერწმუნდა ბიუჯეტი 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ გაიზრდება თქვათ იმ თვითმმართველ ერთეულებში. აქ არის საუბარი ნელა თუ ჩქარა. ნუ 20 წელი მიდის ამაზე საუბარი, ახლა ჩემი დამოკიდებულება პირადად მოგახსენებ ჩემ დამოკიდებულებას, ასეთია. ხელისუფლება აცხადებს ნებას, პოლიტიკურ ნებას, რომ ეს განხორციელდეს ძალიან კარგია. ახლა ნამდვილად არ მინდა სერიოზული განაბიჯებიც არის გამმართულებით, მაგრამ იყო საუბარი 98-ში და 2005-შიდაც იყო და მაშინ საპრეზიდენტო კომისიაც არსებობდა. იყო ეს დაიწყო პროცესები, მაგრამ შემდგომ ხდება რაღაც ამის შეყოვნება, იმიტომ რომ ნახევარი მეთოდებით ამას ვერ აკეთებ. ან უნდა გააკეთო, მოჭრილად უნდა გააკეთო, ან რაღაც ნაბიჯი დგავ, მესმის რომ ძალზე ძნელია, ან და კიდევ სისტემას ინარჩუნებ იგივეს და მოხდება იგივე, ვთქვათ, პოლიტიკურათაც იგივე ინტერესები დაბალანსდება, 2-3 საარჩევნო ციკლის მერე დადგება იგივე. ზუსტად ნახევარ საქმეების კეთება და მე თავად პროცესის მსვლელობისას რაღაცების შეცვლა, რაღაცების დათმობა ყოველთვის არის პრობლემური, შეიძლება აი ამ თვითმმართველობის რეფორმაშიც მე მაინც მინდა დავიჯერო რომ სოფლის თვითმმართველობა იქნება რეალურად თვითმმართველობა და შეძლებს იმას რომ მან კომპეტენციაც მიიღოს, უფლებებიც ჰქონდეს და თანხების აკუმულირებაც შეძლოს, მაგრამ ნახოთ კანონპროექტი მალე იქნება, მე შემდგომ ამას მოყვება დისკუსია საჯარო და თქვენთან ერთად ჩვენ ჩავერთვებით სტუდია სადისკუსიო მაგიდასთან აი ამ დისკუსიაში. დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, ლიზა სოფრომაძეს, დავით ლოსაბერიძეს, გიორგი ტოკლიკიშვილსა და ზურაბ ყირმალაშვილს დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობისათვის. მომავალ შეხვედრამდე ველოდებით თქვენს გამოხმაურებას თვითმმართველობის პრობლემაზე.